პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უპირველეს ყოვლისა ევროპელებს არ სურთ რუსებთან მოლაპარაკება. მათ ეს უბრალოდ არ უნდათ. ამ საკითხთან მიმართებით რუსეთის პოზიცია საკმაოდ ნათელია. მე უკვე ვისაუბრე ამაზე. პუტინმა გასული წლის ივნისში ორი წინაპირობა წამოაყენა, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგნი არ არიან. ორი პირობა გულისხმობდა უკრაინის ჯარების გაყვანას 4 ოლქიდან და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას. ევროპელები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ზელენსკი ამ ორ წინაპირობას არ დათანხმდეს და შესაბამისად მოლაპარაკებებიც ვერ იწყება. პრობლემა ამ შემთხვევაში ის არის, რომ პუტინს შეუძლია ამ სიტუაციის ატანა, რადგან რუსები ბრძოლის ველზე იმარჯვებენ. ის ამბობს, მე დავასახელე ორი წინაპირობა მოლაპარაკებების დასაწყებად. თქვენ მათ შესახებ იცით. პარალელურად კი ბრძოლის ველზეც ვიმარჯვებ და თუ არ დათანხმდებით ჩემი მიერ შემოთავაზებულ წინაპირობებს, მე სულაც გავაგრძელებ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად გააჭიანურებს პროცესს კიევი, მით ნაკლები ტერიტორია დარჩება უკრაინას. სწორედ ასეთ სიტუაციაში ვართ ახლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროპელებს არ სურთ მოლაპარაკებების დაწყება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.